დღეს ბათუმში ხელოვნების საერთაშორისო კინოფესტივალი მემკვიდრეობა გაიხსნა. ფესტივალზე 5 ქვეყნის 80-მდე ფილმია წარმოდგენილი. ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული ღონისძიება, მათ შორის გამოფენები, სამეცნიერო კონფერენცია, თეატრალური წარმოდგენა და მასტერ-კლასი გაიმართება. როგორც ჩაიარა პირველმა არე საკონკურსო დღემ, ჟორენა იმნაძე მოგიყვებათ. წმინდა თეკლას სახელობის დედათა მონასტრის ისტორია და ბერმონაზვნების მოღვაწეობა. ფესტივალი მემკვიდრეობა კინოკონკურსში მონაწილე ფილმ ბევრეთის ჩვენებით გაიხსნა. მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის რეჟისორი დავით კემხაძეა. ბევრეთის შემდეგ მაყურებელმა გოდერძი შარაშიას ფილმ წერილს უყურა. კონკურსში მონაწილე ავტორების ყველა ფილმი ფესტივალის სახელწოდებას პასუხობს და სხვადასხვა ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას ასახავს. გამარჯვებულებს 7 წევრიანი ჟიური ფესტივალის დასასრულს გამოავლენს, რომლებსაც სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი პრიზი გადაეცემათ. მიმაჩნია, რომ ეს ფესტივალი და აქ წარმოდგენილი ფილმები ერთმანეთს უკეთესი ფილმებია. დღეს პრემიერით იხსნება დღევანდელი საღამო და მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო ნამუშევარია, მაგრამ შეფასებებისგან თავ შევიკავებ და იმედია ჟიურისთან ერთად ობიექტურ შეფასებებს გამოვიტანთ ბოლოს კონკურსის ბოლოს. იდეა დაიბადა ათონის მთაზე ვიმყოფებოდით ჩვენ ბათუმეთის მონასტერში. და იქ გითხრეს ჩვენ მამა თეოდოხოსმა ვიხარ რომ არსებობს ესეთი დედათა მონასტერი და ნახეთ რა შეხედეთ. როდესაც მივედი და ვნახეთ უკვე იქვე დაიბადა იდეა რომ გადაღებული იყო ფილმი დედათა მოღვაწეობის შესახებ. როგორ ცხოვრობენ, როგორ მოღვაწეობენ და ასე შემდეგ. მაღალმთიანი აჭარის ტრადიციული საცხოვრებელი სახლები და სამეურნეო ნაგებობები. ფესტივალის ფარგლებში ხელოვნების ცენტრის ფოიეში მთიან აჭარაში გადაღებული ფოტოების გამოფენა მოეწყო. ასევე გამოიფინა ტრადიციული ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ღია ცისქვეშ ეთნოგრაფიული მუზეუმების პროექტიც. გამოფენის პარალელურად ნიკა ფუტკარაძის კრებულის ჩირუხის ყვავილების პრეზენტაციაც გაიმართა. აქ არაერთი დარგია ხელოვნების წარმოდგენილი და ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მგონია მუზეუმი ღია ცისქვეშ, სადაც წარმოდგენილი იქნება ჩვენი სიძველეები არქიტექტურული ხეზე შესრულებული, სოფლებიდან ჩამოტანილი და მე ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება ჩვენი კუთხისთვის და ქალაქისთვის. გამოფენილი გვაქვს ძველი ტრადიციული სახლების ამსახველი ფოტომასალა, რომელიც კავშირი ქართული სახლის მიერ არის გადაღებული ექსპედიციებში მთიან აჭარაში და ასევე აჭარის ეთნოგრაფიული მუზეუმის სამომავლო პროექტი, რომელიც გამუშავდა გასულ წელს. ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორებმა საპატიო სიგელით მსახიობი თამარ სულხანიშვილი დააჯილდოვეს. ფესტივალი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დაბადებიდან 80 და აღსაყდრებიდან 35 წლის თავს ეძღვნება. ორგანიზატორის განცხადებით, ღონისძიება ხელოვნების ყველა დარგის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ფესტივალი ეძღვნება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დაბადების 80 და აღსაყდრების 35 წლისთავს. ფესტივალის ფარგლებში ერთი კვირის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის შემოქმედებითი ღონისძიებები. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალი ყოველწლიურად დააჯილდოვებს სხვადასხვა ადამიანებს ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის. წელს კი ეს პატივი ერგო ბათუმელებისათვის უხსაყვარლეს მსახიობს ქალბატონ თამარ სულხანიშვილს. ფესტივალი ბათუმში წელს პირველად იმართება და 27 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიება ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ფონდის, წმინდა ანდრიას ჯვრის ორგანიზებითა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.